თქვენ დღეს მოისმინეთ ცნობილი თქვენთვის სიტყვა სახარებიდან გარღვეულის განკურნების, რომელიც უფალს მიგვარეს კაპერნაუმში და იგი გარღვეული იყო. გახსოვთ, რომ უამრავი ხალხი იყო სახლში ვერ შეაბრძანეს ეს საკაცით მოყვანილი და სახურავი გადახსნეს, იქ ბანიანი სახურავებია იქ სამხრეთ ქვეყანაში და გადახსნეს სახურავი და ჩაუშვეს იქ. ამას თავისი მნიშვნელობა აქვს, რომ უფალი ამბობს, თქვენ ხარ ტაძარი სულისა წმინდისა. და ვინც დარღვევს ამ ტაძარს, უფალი დარღვევს მას. მაგრამ როცა ამ ტაძარში უფალია, უფალთან რომ მიხვიდე, შენ უნდა დაარღვიო ამ ქვეყნიური შენ ტაძარში რაც არის. უფალი კია, მაგრამ შენ ამ უფალთან უნდა მიხვიდე. და ეს სახურავი არის ხოლმე ჩვენი ცოდნა, გონება, წარმოდგენები ამ ქვეყანაზე და აი ეს უნდა და დამდაბდე აი ამ შენი საკუთარზე წარმოდგენებიდან დამდაბდე და დახვიდე ფეხით უფალთან ჩამოხვიდე. და რა შეუბნება მაცხოვარი ამ გარღვეულს? თუმცა მეტყველის უნარი არ აქვს. დაკარგული აქვს აი გარღვეულობა მისი ამას მდგომარეობს და მოუყვარეს დარდომილია. საერთაშორისო მდებარე და იხილა ესო მათი რწმენა რა შემდგომარეობდა, რომ უფალს შეუძლია განკურნება, იესო ქრისტეს შეუძლია განკურნება და ყველა ხერხი იღონეს, რახან ვერ შევიდნენ აქედან, სახურავი გადახსნესო. ანუ აი რწმენის მაჩვენებელი სწორედ არის ეს, რომ ის შემზღუდავი ჩვენ უფალთან ურთიერთობაში ჩვენი უნდა დავარღვიოთ და დაინდაბლოთ, უფალთან მივიდეთ, ვაღიაროთ ჩვენი მდგომარეობა და რწმენა, რომ ჩვენ გვწამს, რომ უფალს შეუძლია ჩვენი განკურნება და არა მარტო ჩვენი, ვიდრე ჩვენ ვისაც ზრუნავთ, რომ განიკურნოთ, ეს გული შევტკივა და უფალმა ნახა ეს თქვენი რწმენა და რა შეუბნება. უთხრა დავრდომილსო, ნუ გეშინიაო, გამხნევდიო, შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები. რის საფუძველზე აქვს უფალი? უფალმა იცის შინაგანი ადამიანისა. იგი მეტყველება არ შეეძლო, მაგრამ მან იცოდა რა ცოდვა ჩაიდინა, რის გამო იყო გარღვეულ მდგომარეობაში და ნანობდა. ეს სინანული, რომ არ იყო სიტყვით გამოხატული, მაგრამ გულში და გონებაში იყო ამ გარღვეულისა, უფალმა განჭიტა და უთხრა, ნუ გეშინია, გამხნევდი, მოგეტევაო უკვე. უფალმა დაფარო ჩვენი ზახვები, სურვილები იცის, კეთილიცა და ბოროტიცა. ამიტომ ეს სინანული განჭიტა მასში და უთხრა, მოგეტევა უკვე. ჩვენ მოვდიოთ აღსარებას ვაბარებთ ხოლმე, მაგრამ თუ ჩვენ ვემზადებით აღსარებისთვის, ჩამოვწერთ პატარა ასე შპარგალკასავით, რა მაქვს სათქმელი. არც წერ ეს გონებიდან, ანუ შენ თავს შენ ხედავ, უფალიც ხედავ შენ. შენ ხედავ შენ თავს. და მოგეტევა, მაგრამ ხილული ჩვენ გინდა დავინახოთ ნამდვილად მოგეტევა თუ არა. ამიტომ მოდიხარ მოძღვართან და ვის შენდობას გადლევს, ის უფალმა მოგიტევა. უფალი მიმტევებელია. მოძღვარი ამის გამცხადებელი არის მხოლოდ. და ამ შემთხვევაში მაცხოვარი ამს რომ მოგეტევა შენ. ხა შესწოდე და ვინ არისო? მხოლოდ ღმერთს შეუძლია მიტევება ცოდვებისა. და გახსოვთ რომ ხე ნაყოფით იცნობა და უფალმა უთხრა, რა უფრო ადვილიაო. უთხრა მოგეტევა, ეს ხო უხილავე მიტევება. ამიტომ ვერ იტყვი მიეტევა თუ არ მიეტევა. რომ იცოდეთო რომ
ხელწიფება აქვს რომ ძეს კაცისასო ისაც ხილული შეუდებიათ მიგაჩნიათ იმას თუ ასრულებს უფალი მაშინ უხილავის ბატონიც არის უფალი და უთხრა ამ გარგულს ადექი აი შენ საერთოდ და წადიო და ადგა განიკურნა და გავიდა ესე იგი ძალა აქვს უფლის სიტყვას ცხეულზეც და სულზეც და აი ამას გვასწავლის ჩვენ ეს ეკლესია მაგრამ კიდე მრავალ სხვა რამეს გვასწავლის და მოციქულთა პირით ამბობს თქვენ კარგად იცით ეს სიტყვები ხშირად ისმის ეკლესიაში თუ უფალი ეუბნება თავის მოწაფეებსო ყოველი მომეცა მე მამისა ჩემსა მიერ და არავინ ის ძე ხოლთ მამამ და მამა ვინ იცის ხოლთ ძემ და ის ძეს უნდა გამოუცხადებსო ანუ ძე ხილულია მაგრამ ჩვენ მაინც ღვთაებრივ ბუნება მისი ვერ შევიცანით და მხოლოდ მამა მიცისო მაგრამ ადამიანებს შეუძლია შემეცნება უფლისამის სიტყვით და საქმით და მამა უხილავია არავის უხილავსო და არავის მამა ხოლო ძემ და ვისაც ძე გამოუცხადებსო ანუ ჩვენ გამოცხადებით გვაქვს წვენა მოცემული მოგონილი კი არა ჩვენი ფანტაზია კი არ არის სადაც ხატო ლიტერატურის გაკითხული კი არა ამ ფილოსოფოსებთან არა უფალი გვიცხადებს და აუშო ვისაც ძე გამოუცხადებსო და ძევის გამოუცხადებს ვინც ძეს უსმენს ვისაც წამს ქრისტესი და ნაყოფი როგორიაო ამბობს აქაც მოვდით ჩემთან ყველა მაშვალ და ტიტმძიმე და მე განგისენებ თქვენო ანუ ძემ რო გამოგიცხადოს ძესთან და მიხვიდე მაგრამ ამბობს რომ მაშვალ და ტიტმძიმე მაშვალი დაღლილი რითი დაღლილი ამ ცხოვრების აუზაურით ამოებით ზრახვებით და ტიტმძიმენიო რით არის დამძიმებული ადამიანი თუ ფათან მოდის ასე ცოდვით მოდის სინანულით მოდის ტიტმძიმე აი მოდით და ვინც სინანული და თამდაბლობით მოდის ვინც ამ ქვეყნის ამაოებისგან დაღლილი და არ უნდა უკვე ეს ამაოება უნდა მარადიულობა აი ეს ორი პირობა არის ერთი განშორება სოფლისაგან და მეორეა განსათვისა ცოდვათა და აი სულ ამად გამოუცხადებს უფალიო და ამბობს რას მოიჩენდა ყოველ მაშვალ ტიტმძიმენი და მე განგისვენ თქვენ და აიღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისწევ ჩემგან რადგან შვიდ ვარ და მდაბალ გულითა და პოეთ თქვენ სულებსის მოსვენებასო რადგან უღელი ჩემი ტკბილია და ტვირთი ჩემ სუბუქი ნახეთ ამ სოფლის ტვირთი მძიმე ყოფილა და იმას ჩემი სუბუქიაო უღელი ჩემი ტკბილია რა არის ეს უღელი რომ ტკბილია უფლის სიყვარული როცა უფალი გიყვარს შენ თელ სოფელზე მაღლა დგები უკვე და სიხარული არის ეს და ასევე სუბუქია ტვირთი რა ტვირთი ლოცი ცხოვრობ კეთის საქმით ცხოვრობ რწმენით ცხოვრობ სიყვარული ცხოვრობ და მაშინ ტვირთი ამ სოფლისა ხდება მსუბუქი იმიტომ რომ შენ ძლიერს სოფელზე მაღლა დგები უკვე სოფელი ვერ ბატონობს შენზე უფალია შენთან შენ შორის და მაშინ ეს ამოება რაც ხდება ვნებათა ღელვები შენთვის დამამძიმებელი აღარ არის რომ უფალია შენ შორის და ეს ორი რამ დღეს ჩვენ სახელმწიფო მოვისმინეთ ჩვენ და სანუგეშო ჩვენ და სასწავლებლად მაგრამ უფრო კონკრეტული გვინდა ჩვენ ცოდნა გქონდეს ამიტომ მიმართათ ხოლმე მოციქულთა სიტყვებს და განმარტებებს ამიტომ წმინდა წირვაზე აუცილებლად
სამოცხლოზე კითხება და სახარებას და ისინი ერთმანეთთან კავშირშია. იმ დღესასწაულთან, წმინდანთა ხსენებასთან და აი ჩვენ ეხლა შემოგთავაზებთ ესეთ სიტყვას ეს რომაელთა მიმართ ეპისტოლიდან. მოცხული ამბობს, რომ ჩვენო ერთ სხეული ვართ ქრისტესიო. ერთ სხეული ეკლესია ქრისტეს სხეულია, როგორც მოცხული ამბობს და ჩვენ ამ სხეულის ნაწილები ვართო. და ერთ სხეული ვართო ქრისტესი და ხოლო თითეული ჩვენ ერთმანეთს ასოებით, ერთმანეთს ნაწილებიო. ხო ესია თითი იქნება თუ თვალი იქნება და ყური იქნება თუ ხელი, მკლავი, ეს ნაწილებია ცოტა, მაგრამ ერთობაშია. რაზე აქ თის თუ გონება არ მუშაობს. აი თითით ვერ მოძრაობს. რაზე აქ თუ თვალი შენი ვერ ხედავს, თუ ყურს შენსაც არ ესმის და გონება შენი გამორთულია და ვერც მოძრაობ, ვერც აკეთებ ვერაფერს. ანუ ეს სიცოცხლის უნარიანობას ჩვენ გვანიჭებს უფალი. გვაერთიანებს, ამთლიანებს ჩვენ ერთმანეთთან და ამის ამბობს მე მოცხული რომ ერთმანეთს ასოები ვართო და გვაქვს ნიჭები ჩვენთვის მოცემული მადლისამებრ სხვადასხვა სახის. და ჩვენ განსხვავებთ ერთმანეთისგან. ნიჭის მიხედვით განსხვავდებით, ასაკით და სიმაღლით და ეს გასაგებია, მაგრამ სოციალური მდგომარეობით, მაგრამ ლაპარაკია ღვთისაგან მოცემული ნიჭით განსხვავდებით. და ამ ნიჭითა ერთობა ქმნის ჩვენ შორის სიყვარულს. და აი ამ ნიჭებზე ამბობს რას? თუ გაქვს წინასწარმეტყველება, ხო? რწმენის საზომისადმი. შენ უიგონებ, თუ გაქვს რწმენა ჭეშმარიტი და უფალ შეუძლია წინასწარმეტყველების ნიჭის მოცემა შენთვის. მოცხული იაკობი თავის ეპისტოლში ამბობს, რომ ყოველი ნიჭი სული ზეგარდამოშავალ მამისა ნათლისა. აი თუ რწმენა გაგდა, შესაბამისად ცხოვრობ, უფალი შენში გამოში ნიშს, რომელიც შენთვის ბუნებრივი არის. და ვიღაცას აი წინასწარმეტყველის ნიშს ადევს. სხვაზე ნათქვამია მოცხული ამბობს, რომ თუ მსახურების ნიჭი გაქვთ, აი თქვათ ჩვენი სტიხაროსნები არიან, ახალგაზრდები. ეხლა იმაში სტადიონზე კი არ წავიდა, თეატრში კი არ და სერიალს კი არ უყურებს. მოვიდა ტაძარში დღეს კვირა დღეს რომ მსახურებაშია და თუ მსახურების მაშინ ნიჭი გაქვს, მაშინ მსახურებით უნდა ამტკიცა. რომ გაქვს სურვილი მოხვიდე იმ მსახურო. რა შაკეთებს? აი გავსახა კერთხი უკავია. დაიღალა? არ ვიცი, დაიღალა თუ არა, მაგრამ ეს კერთხი არც მაგის არჩემია. ეს ღვთის ძალაუფლება არის. ჩვენთვის მოცემული აი ამ ძალაუფლების სახურნი ვარ ჩვენ. ამიტომ მოთმინე დგას აქ. შეიძლება დაიღალა, მაგრამ უხარია რომ აქ არის. მსახურება ეს არის. რომ ჩვენ გიხარია. თორე იძულებით და ტვირთით და დრტვინვით მსახურება მართლა დამღუპელია. და თუ რწმენა გაქვს და გიხარია უფალს მსახურები, რა მნიშვნელობა აქვს შენ? წინი გიკავია, კერთხი გიკავია, რიპიდი გიკავია, სანთელი გიკავია, ყველა ერთად ჩვენ ერთნი ვართ. ამ მსახურებაში და მე ამბობს მოცხული რომ თუ ესე იგი შენ გაქვს ნუგეშის ცემის ნიჭი, ნუგეშის ცეოდა ყველას არ შეუძლია. რატო ნუგეშის ცემა არ არის ლიტონის სიტყვა. ნუგეშემ შეიძლება უცა გულისხმიერი ხარ და გრძნობ იმ ადამიანის მდგომარეობას, მის ტკივილს, წუხარებას, განცდას, პრობლემას და თანაგრძნობით შენ მას შეგვიძლია ანუგეშო. კი, მართალია ეს მძიმეა, მეცის, მაგრამ უფალია ჩვენ შორის. მოდი ვილოცოთ ერთად. ან მოდი ალბათ რჩევას მოგცემ, მე გავიარე ეს გაჭირვება, ეს წუხარება, ვიცი, გზა და გეტყვი შენ, როგორ მოიქცე. თუ მომისმენ, მე თუ არა, მოცხულს მოусმინე, უფალს მოусმინე. და აი ამბობს რომ ვიღაცა არის ისაც სწავლის უნარი გააჩნია. იმანო ასწავლოსო. ანუ ხედავთ რა მნიშვნელობა აქვს რომ
ჩვენ თავში ხედავთ თუ არა ნიჭს ღვთისაგან ბოძებულს. და ეს ნიჭი არის ზეგარდამო, მამისა გარდამო თვითონ თავის ნიჭი აქვს. შენ რამდენიმე ნიჭი ქონდეს, მაგრამ ნიჭის რეალიზება თუ არ დაიწყე ადამიანმა, მაშინ ცხოვრის საზრს კარგავ. შენ თავი თუ ვერ შეიცანი და მოცემული ნიჭის შესაბამისად შენ არ მოღვაწეობ, მაშინ ამაო ცხოვრობ შენ. აი საუბრობ და გეუბნება მოცემული რომ სხვადასხვა ნიჭები აქვს ისა მოცემული. რწმენისა მიეცა წინასწარმეტყველების ნიჭი, ვიღაცას მიეცა სწავლების ნიჭი. ყველა პედაგოგი კი არ არის. აი რომ დღეს არის სიტყვა პედაგოგი აქ რა, მასწავლებელიო. პედაგოგობის გარეშე მასწავლებელი ვერ გახდები, რატო? იმიტომ რომ პედაგოგის და მასწავლებლის თავარი მოწოდება არის რომ თვითონ უნდა უყვარდეს ის საგანი რომელსაც ასწავლის, არაზეც საუბრობს, უნდა უყვარდეს და ეს სიყვარული უნდა გადმოსცეს და მაშინ ეს ცოდნა რომ აწვის სიყვარულის საფუძვლზე, რწმენის საფუძვლზე ცოდნა მისაღები ხდება იმისთვის. ამიტომ ვისაც სწავლების უნარი აქვს ნიჭი ასწავლოსო. დღეს პედაგოგობა არ უნდათ ხოლმე. ადრეც იყო. ეხლა სხვადასხვა აი სამედიცინოზე თურმე პერსპექტივა შემოსავლიანი არის. იურისტობაც არის შემოსავლიანია. აი პედაგოგობა ნუ სკოლის მოსწავლეებმა რა უნდა აიღოს ხელფასი და მეტი არაფერი. აგა მოსწავლის გამოზალოს შოკოლადი თუ დედიკო მოვიდეს და იცი აი ბეჭედი კარგი იქნება ბარსეთი თუ კულონი არა. ის პედაგოგი არ არის. ის ვაჭარია. მისგან ბავშვი რას ისწავლის? ვაჭრობას ისწავლის. იმას, ისტორიას, ლიტერატურას, ფიზიკას, ქიმიას ვერ ისწავლის არა. იმიტომ ის განიკითხავს მასწავლებელს. დამთავრდა. მაგრამ თუ გინდა შენ გადასცე, შენ უნდა გიყვარდეს რაზეც საუბრობ და აი ეს ჩააქცევ ეს სიყვარული, გულით უნდა ასწავლო. აი ამას გეუბნე მოციქული რომ გაქვს ეს ნიჭი მოცემული და ასწავლეო მაშინ თუ გაქვს. ასევე შემდეგზე ამბობს რომ თუ ნუ გესიო გულწრფელობითო ნუ გეშეცითო ვინც ზედამხედველობსო ნუ რაღაცა აქვს თანამდებობა რას გეუბნება გულმოდგინებითო უნდა ზედამხედველობა რას გულმოდგინებითო აი დადარში სახურობ ჩვენ თუ დავინახე რაღაცა დასალაგებელია ჩავიერე მე ხო არა ვიღაცამ არა მე თუ არა მაშინ მეტყვი მეგობა რომ მოდი აი დამეხმარე და გავაკეთოთ ან სხვა სიტყვას და თქვენ იცით რომ ასეთი ასოციაცია საზოგადოება პატერის კუთხეში შექმნილი მორწმუნე მანდილოსანთა საზოგადოება თბილისშიც და ჩვენთანაც არის და აი მოდიან ხოლმე და ტადარს ალაგებენ სხვადასხვა მრევლი არის და თვითონ გაინაწილეს ერთ დღეს თო ერთი მრევლი მოვა, სხვა დღეს მეორე მრევლი, მესამე დღეს მესამე მოვა, ხო ასე მეოგრე. და ცოტა პრიალებს აკავრობა. რატო? იმიტომ რომ შევწუხდი, მე შეწუხდა მამა ეოგრე, შეწუხდა მამა კონსტანტინე და ყველა თუ რაღაც არ არის. მაგრამ არ მაქვს დრო და საშუალება რომ მე ეს ვაკეთო ახლა. და ვთხოვე. მაგრამ აი გულის ხმიერად უთხარი მოისმინეს. და თვითონ თუ ხარით ვაკეთებენ ამას. რატო? კი არ ალაგებენ, უფალს ემსახურებიან. ღვთის სახლს, ღვთის ტაძარს ემსახურებიან. ამაზე მეტი მსახურება რა შეიძლება იყოს. და სიხალს აკეთებენ ამას. აი, სიხალს უნდა გავამრავლოთ ჩვენი რწმენით, მადლით. და შემდეგ ამბობს მოციქული რომ ვინცო სწყალობს მოწყალების გაცემის უნარი აქვს ისე სიხალს უნდა გააკეთოს. ანუ თუ რა ხომ უკვე არ ცუდი არის ხოლმე. ან მისცემს არ მისცემს, მაგრამ რაში ისავს აი სიყვარულით. ასეთი არის 12 მოციქულა სწავლება, დიდაქე ბერძნულად ეწოდება და იქ ამბობს
მოციქულთა ეს სწავლება გვეუბნება ჩვენ რომ შენი მოწყალებაო რომ შენ კიდე გასცეო შენ ხელშიო აი გაუფლიანდესო ვიდრე მიხვდები ვის უნდა მისცეო ანუ მოწყალებას გულისხმიერად უნდა გასცე ისე კი არა თავიდან მოიშო ვიღაცა და წახვედე და არ გედარდება არა ვით ხდები რომ მართლა გაჭირებული ადამიანია ეს შენი მეზობელი იქნება თუ ქუჩაში ვიღაცა ხდება თუ თანამშრომელია არ აქვს მნიშვნელობა ან ვიღაცა მოვიდა და გთხოვა შეგიძლია და წარმოიდგინეთ რომ თუ მართლა გულით აკეთებ ამას უფალი შეგეწევა და მეც მოგწეს მე არაერთი შემთხვევა მქონია ესეთი რომ აი ვერ წარმოვიდგენდი რომ არ მოხდარიყო და ბავშვს მეტრო თბილისში ცხოვრობდა ქალაქ ცენტრში ვარ რუსეთის მოედანზე და ულგდანში წავიდე მაგ ხურდა ფული და რაღაც 1 ლარიანი მქონდა კიდე და ვიღაცა მოვიდა და მეუბნება 1 ლარი მომეცი რა ну ეხლა ამას 1 ლარი მე მეტროს ფული კი მაქვს მაგრამ მე რას ვფიქრობ და ну მაშინ ერის კაცი ვიყავი და კაი მეთქი რა და ეს სიტყვები მახსოვდა სახარების მივეცი მომაძახა ღმერთ ფათვაგი მოგცესო გლდანში მეტო და გამოვედი ვიღაც 10 ლარიანი მომაწოდა აი ისე გავუცდი რომ წარმოუდგენელი რაღაცაა მეთქი ну შეიძლება შემთხვევით მოხდა დაემთხვა კაი ბატონო რამდენჯერ მე რო გამეორდება შენ ცხოვრებაში მე მიხვდები გულით გაეცი და გიგთხოვა მიეციო და იყო 10 მინუტში 100 დაუბრუნე სხვას მაგრამ სხვას კი არა უფალმა მოიყვანა ვიღაცა მიაცემინა იმას და იმანაც გაიხარა მეც მიხარია იმანაც აი ყველა სიხარული მრავლდება მადლი მრავლდება ჩვენ შორის როცა გულწრფელად ვაკეთებთ რასაც ვაკეთებთ აი ამაზეა დღეს დევანდელი ეპისტოლე სწორედ და რომ სიყვარული შეურგოლებელი უნდა გქონდეთო და ბოროტებას განეშორეთო ბოროტ ძახებსო გულისხმებსო და აი დღევანდელი ხედავთ ეს სიტყვები მაცხოვრისა რომ აღეთ უღელი ჩემი თქვენზე და ისავეთ და უღელი ჩემი ტკბილი არის აი ეს უღელი ამ უღელზე გეუბნება მოციქული რომ შეიცან თავი შენი ნიჭი ღვთისგან მოძებული შენი რწმენის სამებრ და სხვა კიდე თვისების შესაძლოა გულისხმიერების გულწრფელობის სინანულის თანდავლობის და უფალი მოგცემ შენ საქმეს გასაკეთებას რომ შენ სიხარულად გააკეთებ და გამრავლდება მადლი შენში და გარემოთვას აი წარმოიდგინეთ რომ ესეთი არის ევანგელიის და ასევე გადავწევთ და გამიგზავნა დაგალეთ მაგრამ მეგონი ხა თუ სიხარულად ვამბობ თქვენ გაიხარეთ ხა ბოროტ არ გეუნეთ და გადავწელი სობილი სიტყვები მოციქულისა არის რომ ნაყოფი სულისა რომ რა არისო აი ხა ამოთ ერთი ნიჭი სულისა გავიგეთ და ნაყოფი სულისა შენ სულიად როცა მოგვაწევ ფაკეთებ ამას გეუბნება რომ პირველი სიყვარულიაო ნაყოფი სულისა მე სიხარულიო აი არც ვსაუბრობთ ახლა მშვიდობაო და სულძველება და სიტყვოება და სიკეთე და სარწმუნოებაო სულწმენები კი არა სარწმუნოება ჭეშმარიტი სარწმუნოებაო თუ ერთხელ განსაკუთრებით სამინისტროში რაღაც სახელმწიფოს განიხილა და ბავშვებისთვის და იყო ესეთი ბლოკი იყო რწმენა და რელიგია რწმენა და სარწმუნოება და კითხებს ბავშვებს ბავშვი თოვლის ბაბუისო გწავთ თუ არა ბეტმენისო სპაიდერმენისო და ვეუთხე ეს რელიგიასთან რა კავშირშია ეს ვიღაცის არის ფანტაზიები რწმენა ჭეშმარიტებას ემყარება არა მოგონილ ადამიანის თხის მოძებულს განცხადებულს ჩვენ შორის და უთხარი თქვენ არიცით რა არის რწმენა ამას როგორ ეს ამოიღეთ და მე ვიმუშავეთ და შევატანეთ მე თვითონ ვუხარობდა მაგრამ მე მის ხონდა დავალება რომ არა რელიგია არ სწავლოო და ამოიღო მე მემაბრალებდა რომ თქვენ არ მოითხოვეთო მე მოითხრე ბეტმენი ამოიღეთო თორე ქრისტე არ მოღებია არ მithქოს პირიქით შევატანია და ქრისტე არ უნდათ
მეტმენი შეიძლება და ყოფილიყო, ქრისტე არა. აი ეს არის სიცრუე იმ უბრალოდ ღირებულებების, რომელსაც დღეს ევროპულს ეძახიან. არ არის ევროპული ღირებულები. საერთოდ ევროპული რა არის? რომელი ევროპისა? წარმართული ევროპის, რომის თუ ქრისტიანული ევროპისა, თუ დღეს ათეისტური ევროპისა, რომელი ღირებულებაზე ლაპარაკობთ? მონების ყიდვა რო შემოიტანეს? თუ ფაშიზმი დაიბადა და ბოლშევიზმი იქიდან რო წამოვიდა, ათეიზმი რო წამოვიდა, რომელი ღირებულებზე ლაპარაკობთ ჩვენ? ჭეშმარიტი სარწმუნოების ღირებულებზე ჩვენ შეიძლება ვილაპარაკოთ. და ეს ყველასთვის ერთი არის. ქრისტე ერთია, ღმერთი ერთია, მადლი ღვთის ერთია. აი ეს ღირებულება მარადიული ღირებულებებია. ის ჩვენ ერმა ჩვენმა საუკუნეების სისხლის ფასად დღემდე მოიტანა და დღეს გეუბნებიან განზეო, არა სხვა ღირებულება მიიღე, რომელი იმ აბრევიატურას, იმ ასოების არც მინდა გავიმეოროთ აქ ტაძარში. აი რა ჩვენ ეს არის ღირებულება, რომელთა ვიცხოვრო და გეუბნება რომ სიკეთეს მე საერთოდ და სიმშვიდე თავშეკება მარხვო და ამათვისო ჯული აღარ არისო. რატო? ცოცხალის ჯულია ეს ადამიანი. ღირებულების სისტემა ვიღაცის არ ჭირდება. ეს მასში არის ეს უკვე მის გულში და სულში და გონებაში და ამას მოციქული ხოლო მათ რომელნი ქრისტესნი არიან და ხორცი ჯვარს არცვეს ვნებებთან და გულისხმებთან და სულით ცოცხლობთ და სულითაცა ვიქცეოდეთო. აი რას გეუბნება მოციქული დღეს და ნუ იქნებითო მჟაობარნი სულთად ერთმანეთის წამქეძებელნი ერთმანეთის მოშურნენი აი რაც მიტინგებზე ხდებოდა განკითხვა სიძულვილი ეს არის ღირებულება რომ ჩვენ ხავაჟობ არა ჩვენ გვინდა მშვიდობა სიყვარული ერთობა წყალობა მადლი ღვთისა გვინდა ეს არის ჩვენი ღირებულება და სისტემა ქრისტიანული უფლის მოცემული და რომლის მიხედვით განიჟება ადამიანი ქრისტეს მეოთ მოსვლისას აი ამას გვასწავლის დღეს სახარება მოციქულები და მადლობა ღმერთო თქვენ დიდი მოთმინებით მომისმინეთ მე არა უფალს უსმინეთ მოციქულს უსმინეთ წმინდა მამებს უსმინეთ მათ ღვაწს უსმინეთ და მაგალითი მიიღეთ მათგან მეთა დაგუხსნათ და იცოდეთ ჩვენთან არის ღმერთი